ბავშვებს, რომელთა უნარების განვითარებისთვის სენსორული სტიმულაცია აუცილებელი, კომპანია კრედო ამიერიდან მაღალ ტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვილ სივრცეს თავაზობს. ეს საქართველოში პირველი სრულფასოვანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სენსორული ოთახია, რომელიც ქართულმა ბავშვებმა უკვე შეაფასეს. დანარჩენს უკვე ანი მარღანია მოგეყვებათ თავის სიუჟეტში. ხუთი წლის სანდრო პირველია, რომელმაც სენსორული ოთახი შეაფასა. მაღალ ტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვილი სივრცე განვითარების სხვადასხვა სირთულის მქონე ბავშვებისთვის კომპანია კრედოს საჩუქარია. მათ უკვე შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათი სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელი სენსორული შთაბეჭდილებები. ამ ოთახის გამოყენების შემდეგ ბავშვებს დაუგრავდება სენსორული გამოცდილება, ესე ვთქვათ, შეხება იქნება ბევრ სხვადასხვა გამხიზიანებელთან. თუ თავს არ იდევდნენ აქამდე მკვეთრ შუქებს, შეიძლება ნელ-ნელა მიეჩვიან ამჟამად. თუ არ ჭამდნენ საკვებს იმის გამო, რომ მისი ფაქტურა არ მოსწონდათ, ან ტემპერატურა არ მოსწონდათ, ან გემო არ მოსწონდათ, დროთა განმავლობაში ეს მათთვის ნაცნობი ხდება. და რა თქმა უნდა, ეს იხმარება მათ შემდგომში სრულფასოვან ცხოვრებაში ჩასვლაში. სენსორული ოთახი ეს ერთ-ერთი ისეთი მთავარი თერაპიაა ჩვენი შვილებისთვის, რომლებსაც აქვთ საოცარი სენსორული შობლისთვის დამიჯერეთ, როცა იცი, რომ შენ შვილს ისეთი პროფესიონალები და ესეთი აღჭურვით ეხმარებიან, ეს ნამდვილად ჩვენთვის დიდი შვება და სიხარულია. ბავშვის განვითარების ინსტიტუტისთვის სენსორული თერაპიისთვის აუცილებელი მაღალ ტექნოლოგიური აღჭურვილობა კომპანია კრედომ ამერიკიდან ჩამოიტანა. მსგავსი ტიპის სრულფასოვანი და თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი ოთახის ანალოგი საქართველოში დღემდე არ არსებობდა. ინსტიტუტი ამსახურება ბავშვებს, რომელთა უნარების განვითარებისთვის სენსორული სტიმულაცია აუცილებელია. მთავარი ამოცანა ამ პროგრამების არის ხელი შეუწყოთ მათ მაქსიმალურად განვითარებაში და აი ამ ხელშეწყობის პროცესში ჩვენი აზრით და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი აზრი, ეს არის კვლევებზე დაფუძნებული მოსაზრება, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს სენსორული ინტეგრაციის პროგრამის განხორციელება, იმიტომ რომ სენსორული ინტეგრაციის პროგრამა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად შეიმეცნო სამყარო. ეს არის სივრცე, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას და ამაში გადაგვეხმარა კრედო, რომელიც ჩვენი უკვე გაგახის პარტნიორია. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხელს უწყობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების ინტეგრაციას საზოგადოებაში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ბავშვის განვითარების ინსტიტუტი 1 წელია ფუნქციონირებს. დღეს იქ 0-დან 18 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, ასევე აუტიზმის სპექტრის ბავშვები გადიან მათთვის საჭირო თერაპიას. მსგავსი ტიპის კომპლექსურად აღჭურვილი სენსორული ოთახის ანალოგი არ არსებობს. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ძირითადი ორიენტირი გახლავთ ისეთი ტიპის პროექტები განვახორციელოთ, რომელიც საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადაჭრას ხელს შეუწყობს. ამ პროექტის ფარგლებში ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება გახლავთ ის, რომ ჩვენ მოვიცავით რამდენიმე რეგიონი და რეგიონში აღჭურვეთ დღის ცენტრები მათი საჭიროებისამებრ მათთვის სასურველი ნივთებით. სოციალურ აქტივობებში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო აქტიურად არის ჩართული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდაჭერაა. კომპანია ეხმარება სოციალურად დაუცველ მოსახლეობასაც და მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროექტებს ანხორციელებს.